მე ვიმყოფები უშუალოდ ახლა სტიქის ზონაში, სოფელ კოხნარში. არა მარტო სოფელ კოხნარს, არამედ ირგვლივ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თითქმის აბსოლუტური სოფლების უმრავლესობას განსაკუთრებული მდგომარეობა არის კოხნარის, საჭამიასერი, კალაგონის, ზემოხეთის მიმართულებით, ასევე სურების მიმართულებით, სადაც ადამიანებთან კომუნიკაციასაც კი ვერ ვამყარებთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვეწოდება ელექტროენერგია, არ არის წყალი, არ არიან ადამიანები, რომლებიც მარტო ხელა ადამიანები მოხუცებულები ჩარჩენილი სოფელში, სად ჩვენ მათ ვერანაირად ვერ ვცდილობთ რომ კომუნიკაცია დავამყაროთ, იმიტომ რომ თოვლისაფარი დაახლოებით 2 მეტრი და 2 მეტრზე მეტია, ჩვენ ფიზიკური ძალებით უკვე შეუძლებელი არის ამ ხელა თოვლის გაწმენდა და კილომეტრობით ადამიანებთან მისვლა, ამ მიმართულებით სამწუხაროდ ჩვენ ადგილობრივი ძალებით, ასე რომ ვთქვათ, ფიზიკურად ვერანაირად ვერ გადავაადგილდებით იმ ადამიანებამდე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. შესაბამისად, ისინი მათ არ აქვთ საკვები, არ აქვთ სხვადასხვა მედიკამენტები, რომელიც საცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ფონზე. დახმარება არსადაინან არ არის, გარდა იმისა, რომ თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული მოხალისეები, რომლებიც ცდილობენ, რომ პროდუქტით, პურით და სხვადასხვა საკვებით დაეხმაროს ამ ადამიანებს, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს ძალა არ არის საკმარისი რაოდენობით. აქ აუცილებლად უნდა რაღაც სპეციალური ტექნიკა უნდა ჩაერთოს, რომელიც 2 მეტრზე და მეტ თოვლში გადის ასეთი გამავლობის, რაც არსებობს მანქანები, თოვლმავალები და წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები დაიხოცებან. ანუ ჩვენ ვიბრძვით აქ თითოეული ადამიანის გადასაშლელი. დღეში რამდენი ხანია რაც არის ადგილობრივი მოსახლეობა და რა არის ოფიციალური პასუხი? ვინმეს უკავშირდებით? ოფიციალური პასუხი საერთოდ არ არსებობს. ამ ხელისუფლებიდან პასუხის მოთხოვა, ჩვენ ახლა უფრო ღმერთის იმედად ვართ ვიდრე ხელისუფლების, მაგრამ პასუხი ერთადერთი არის, რომ გზები იწმინდება ინტენსიურად. ვფიქრობ, რომ ზოგადად ტერმინი ინტენსიური მნიშვნელობა არ იციან, თორე ინტენსიურად როგორ იწმინდება 1 კვირა, 7 დღეა კრიტიკული მდგომარეობა არის. აი რასაც კრიტიკული მდგომარეობა ქვია სოფელში, მხოლოდ გაიწმინდა ცენტრალური გზის ნაწილი, ცენტრალური გზის შემდეგ იწყება სოფლები. ცენტრალური გზის შემდეგ არის 7 კილომეტრით, 6-ით, 3-ით დაშორებული სოფლები, საიდანაც შემდეგ იწყება მოსახლეობა. ცენტრალურ გზამდე თუ ვერ მიაღწია ადამიანმა პურისთვის და პირველადი მოხმარების ნივთისთვის, აქ აუცილებელია, რომ შიდა სასოფლო გზები გაიწმინდოს და რაღაცნაირი კომუნიკაცია დამყარდეს ამ ადამიანებთან, რომ არ მოგვიყვნენ ადამიანები უპატრონოდ მიყრილი სოფელში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არავინ პატრონი რო არ არის. ახლა ადამიანები მეზობელიც კი ვეღარ გადადის, უკვე მეზობელთან იმდენად დიდი არის თოვლის საფარი მუნიციპალიტეტში, ამას დაერთო ის, რომ ელექტროენერგია გაითიშა, წყალი აღარ აქვს და ადამიანები თოვლს ადნობენ ფეჯზე, შეშის მარაგით იწურება და იმით სარგებლობენ. ანუ რეალური სურათი ვინ არის დაზარალებული, ვის მაჭერმა ვერ გაუძლო ამ დრომდე, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც ხშმაღალმთიან რაიონებში სამწუხარო ძალიან ბევრი მარტონი ცხოვრობენ ასეთ სოფლებში, ჯერ სრული სურათი არ არის, იმიტომ რომ უბრალოდ კომუნიკაცია არ მყარდება ამ ხალხთან, რა უჭირთ კი არა, რამდენად არიან ახლა სიცოცხლის უნარიანები, ესეც არ ვიცით, ანუ რა თქმა უნდა, ზუსტად აი ასეთი მდგომარეობა გვაქვს ახლა ჩვენ სოფელ კალაგონში, სადაც ძალიან ცოტა არის მოსახლეობის რაოდენობა, მისი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, სახლები დაცლილია, მაგრამ ვინც დარჩენილი არის რამდენიმე ოჯახი, ჩვენ პრაქტიკულად არ ვიცით ისინი ცოცხლებიც თუ არიან, რომლებიც არიან არიან ადამიანები, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან. აი ასეთ კატეგორიის ადამიანებზე მაქვს ახლა მე საუბარი, რომელსაც მნიშვნელოვნად ჭირდება, სასიცოცხლოდ ჭირდება დახმარება ამ სტიქის ზონაში.
ასევე ვინაიდან არ არის სრული ინფორმაცია, ძნელია იდენტიფიცირება კონკრეტულად ვინ არის დაუყოვნებლივ მისახედი. მოხალისეების ძალისხმევა აქ საკმარისი ვერ იქნება, იმიტომ რომ თუ ამხელა ტერიტორიას გზების ვერ გაწმენ სპეციალური ტექნიკის გარეშე. ეს არის ორი ოთხი, ასე ვთქვათ, ძალიან მარტივი ამბავია, რომ სპეცტექნიკა თუ არ იმუშავებს, ადამიანების ძალისხმევა იქნება არასაკმარისი. ასეა ეს ადგილზე? რასაკვირველია, მოხალისეები მხოლოდ ფიზიკურად ვერანაირად ვერ შეძლებენ. აი 10 მეტრო რო გაწმინდო ნიჩვით 2 მეტრო თოვლი და გახვიდე მინიმუმ 2-3 საათი ჭირდება და წარმოგიდგენიათ ახლა 1 კილომეტრით კილომეტრნახევრით დაშორებული მინიმუმს ვამბობ და იქეთ 7 კილომეტრი ამას როდის გაწმინდავ ხელით ვერანაირად აქ ჭირდება სპეციალური ტექნიკა რაც შეეხება იდენტიფიკაცია როგორც აღნიშნეთ იდენტიფიკაცია კი აგრა ცოცხალი თუ არიან ისიც არ ვიცი ჯერ იდენტიფიკაციაზეა საუბარი თავდაცვის ძალების ჩართვას რომ გვიანონსებდნენ რამდენად არიან ადგილზე ჩასულნი, მათი მხარდაჭერა და დახმარება წესით სწორედ ასეთ მაღალმთიან რაიონებში უფრო უნდა იყოს გამოსადეგი. ჩანან საქმე? არა, ეგ ახლა მე 6 სოფელი, დაახლოებით 6 სოფელი რაც შეხება მაქვს უშუალოდ და ვცდილობთ რომ ფიზიკურად გქონდეს გადაადგილება და ვინმე სახმა მიმწვდომოდეს ჯარის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი იქ ადამიანი არავინ არ გამოჩენილა, მით უფრო ტექნიკა. აი მე მესმის რომ 7 დღე თოვა ასეთ ვითარებაში ძალიან ბევრია უკვე, მაგრამ არის თუ არა ეს კრიტიკული ვითარება, რომელიც საათები წყვეტს რეალურად ახლა რა მოხდება და რამდენად სერიოზული იქნება შედეგი. რა თქმა უნდა, თითოეულ საათზე არის მნიშვნელობა, იმიტომ რომ აი ახლა თქვენ არ ვიცი რამდენად ჩანს, ახლაც კი გადაუღებლად თოვს, სახლები არის დაშლის პირას არის ვერ ხერხდება ამ სახლების გადათოვლა, შესაბამისად ვფიქრობ, რომ თითოეული საათი არის მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. შესაბამისად ვერ გადაადგილდება სასწრაფო დახმარების მანქანებიც, ხო? ბუნებრივია ეს გამავლობა. ვერანაირად სასწრაფო დახმარება ჭირდება უამრავ ადამიანს გახლეჩა ამ წუთას ჩემს ირგვლივად, მაგრამ ვერანაირად ვერ ხერხდება სოფელში ინფორმაცია იყო ფილტვების ანთების პრობლემით არასრულწლოვანზე პატარა ბავშვზე თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენ მოხერხდა მასთან ექიმის მე კონკრეტულად არ მაქვს ამ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში ინფორმაცია, თუმცა ახლა აი ამ სოფელშიც იმყოფება კრიტიკულად მძიმე სამედიცინო თვალსაზრისით მქონე ადამიანები, რომელსაც ჭირდება ექიმის ჩარევა, მაგრამ ისინი ამას ვერანაირად ვერ ვახერხებთ, რომ ან ექიმი ამოვიდეს აქამდე, ან ჩვენ სადღაცამდე გადავიყვანოთ ეს ადამიანი.